წერლის სახლში ახალი ჟურნალის copyright-ის მეშვიდე ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. გამომცემლების ინფორმაციით, მკითხველს საშუალება აქვს გაეცნოს ინტერვიუებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, მათ შორის ჟურნალში დაბეჭდილია ინტერვიუ ამერიკელ მოსამართლე ბერნის დოლანსთან, ასევე ილიკო სოხიშვილთან, ლაშა ბუღაძესთან და საზოგადოებისთვის სხვა ცნობილ სახეებთან. ჟურნალის საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ გამოიცემა მიზანი საავტორო უფლებათა შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ქვეყანაში მიმდინარე კულტურული პროცესების პოპულარიზაცია. გამოვიდა ჟურნალის ორიგინალური და როგორც წინა ნომრებში ამ ნომერში აქტუალურია კვლავ საავტორო უფლებების შესახებ დისკუსია, აქტუალურია კვლავ იმ პრობლემატიკის შესახებ შეელობა და მათი გადაწყვეტის გზების ძიება, რაც კიდევ აწუხებს დღეს ქართულ შემოქმედებით საზოგადოებას და ეს ხალხი აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში, თუმცა ჟურნალში არის ისეთი რუბრიკებიც, რომელიც ფართო მკითხველზეც არის გათვლილი და ის საინტერესო გახდა უკვე არა მარტო პროფესიული საზოგადოებისთვის, არამედ იმ წრეებისთვის, ვინც უბრალოდ დაინტერესებულია გაეცნოს თანამედროვე ქართულ კულტურასა და ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებს. მე მაქვს ჩემი საავტორო რუბრიკა, რომელსაც ქვია სიახლე ქრისტესგან, სადაც წარმოდგენმე ახალგაზრდა ნიჭიერჯერ არავისთვის ცნობილ ადამიანებს, ვისაშიც ვხედავ დიდ პოტენციალს. მე ვფიქრობ, ეს ჟურნალი მე პირველად გავიგე აქ ჩამოვედი ამ ჟურნალზე და მე ვფიქრობ ძალიან კაი რამეა, იმიტომ რომ საერთოდ უფლებების დაცვა ხელოვნებაში ძალიან საჭიროა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი იდეები ტრიალებს და ხელოვნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.